შემოქმედებითი საზოგადოება მზის თეატრი წარმოგიდგენთ. საავტორო ინოვაციურ პროექტს ვიდეო წიგნები. მხატვრები: ნინო ირომაშვილი, ანა ორბელაძე, ნენე ბეკურაშვილი, ლილე ლიპარტელიანი, მარიამ ქერდიყოშვილი. ელენე გაფრინდაშვილი, მარიამ სარალიძე, მარიამ ქავთარაძე, ნია ფხაკაძე, ლიკა მოლაშვილი. ინგა შეყილაძე, მარიამ ასრათაშვილი, მელისა ამჯანოღლუ, ნატალია გაფრინდაშვილი, სალომე გელაშვილი. ანასტასია ლომიძე, ლიზი გოგოლაძე, მაშო მოსია, ნიტა კვინიკაძე, მარიამ პონომარენკო. მწერალი ნათია ჯიმშელეიშვილი. ნათულინა. მუსიკის ავტორი ნელი აფციაური. ახმოვანებს ნათია ჯიმშელეიშვილი. ზესუმზირების პრინცესა. იყო, არის და იქნება რა. სამი დღეა რაც სამყაროს ხედავ. სად არ დავფარფატებ და ხშირად გამიგონია ბერი კაცები რომ ამბობენ სამყარო ძალიან რთულიაო. რა ვიცი, ჩემი აზრით სამყარო ლამაზიცაა. ეს სილამაზე მგონი ჩამაჩუქა დედამიწას. თუმცა დედამიწა ხომ ისედაც ლამაზია. ათასნაირი ყვავილებით მორთული, ჩემნაირი პეპლებითა და საყვარელი ხოჭუებით, ცხოველებით, ხეებით, მდინარეებით, შენაირი ლამაზი თევზებით და ჩიტუნებით. იქვე წყლის პირას მოფარფატე პეპელა მდინარის თევზს ესაუბრება. ორივე უენო ფიქრებით უზიარებენ ერთმანეთს სათქმელს. ორივეს სიცოცხლის დღე ძალიან მცირეა. ისინი კი სამყაროს მაინც ძალიან ლამაზად უყურებენ. თურმე შენ შემნაირად ფიქრობ სამყაროს სილამაზეზე, პეპელა? კი, მეც გამიგონია მდინარის პირას მჯდარი მეთევზეებისგან. რა რთულია სამყარო და თან ჩემზე ჩასაფრებულები ელოდებიან, როდის გამოვებმები ანკესზე სატყუარად წამოგებულ ჭიაყელას. ასეთი საფრთხეების მიუხედავად, რა თქმა უნდა, მაინც ლამაზია სამყარო. თევზებსაც ცოდნიათ მადლიერება და 3-4 დღით მოსულ პეპელასაც. გუშინ ფარფატით მზეს გამოვყევი და აი, ამ ბაღში შემოვაღწიე. გეკონება მზეები ჩამოცვენილან ციდან დედამიწაზეო. ბევრი მზე ერთად. თავები ცისკენ აქვთ აღერილი და მზეს უმზერენ. ამიტომ მათ ზესუმზირებს ეძახიან. კი, მე ვხედავ, როცა წყლიდან ხტომას ვიწებ. ჩემი მდინარეც ხომ აქ ბაღის განაპირას მოედინება. თან მზეების ბაღს რჭყავს. რამდენი მზეა ერთად. წამიერად მოვავლებ თვალს და ისევ მდინარეში ვეშვები თავით. არა, იმას მზეები არა, ზესუმზირები ქვია. შუაგულში შავი მარცვლებითაა სავსე. ცხუნვარებისგან ირუჯებიან ალბათ. ჩიტები და შაშვები ეტანებიან და გულებს აცლიან. ნუ თუ არავინ უვლის, პეპელა, დედამიწაზე მოფანტულ მზეებს. ზესუმზირები თქო, ხომ გითხარი თევზო? არ გესმის? ისინი მზეს უმზერენ და ემადლიერებიან. კარგი, ზესუმზირებს ვიტყვი, პეპელა. როგორ არა, უვლიან კიდეც. ბაღში როცა დავფარფატებ, ხშირად ვხედავ ერთ ლამაზ პრინცესას ისფერი კაბით. მწერები ამბობენ ზესუმზირების პრინცესაო. გადახმა ერთი ლამაზი ვარდისფერი
სოკოს სახლია. მზესუმზირების პრინცესაც იქ ცხოვრობს. იქვე წითელი სახლის გვერდით რომ დგას. პრინცესას ძალიან უყვარს მეგობრები, შინაური ცხოველები, ფრინველები და მათი ენაც ესმის. ეზოში ერთი პატარა შლის ნუკრი ყავს. ქოთნით რძე აქვს და ხშირად ასმევს. აი, იმ სოკოს სახლში თურმე სასწაულის სიყვარულია. თითოეულ მათგანს მადლიერებას ასწავლის. აბა პეპლებო, დათუნიებო და დაობლებულო შლის ნუკრო. მწერებო, ყვავილებო, ჩიტუნებო და მწვანე ხეებო, მომისმინეთ. სამყაროს აუცილებლად გადაუხადეთ მადლობა. თუნდაც რამდენიმე დღით რომ გაგაჩინათ მის წიაღში. ნახეთ, მზე რამოდენა. ეს თქვენი სიცოცხლისთვის ყოველ დილით ამოდის და სხივებს გინაწილებთ. ისფერკაბიანი პრინცესა ყოველ დილით ამომავალ მზესუმზირებთან ერთად ხვდება. ყვავილებთან ერთად იღვიძებს. მადლით ცას ახედავს და მზესუმზირებსაც მოუწოდებს. მზეს ახედონ და მადლობა გადაუხადონ. სიცოცხლისა და სილამაზისთვის, ნაყოფიერებისთვის და დედამიწაზე სასარგებლო ყვავილად აღმოცენებისთვის. მზესუმზირებსაც კი ასწავლა თავის მაღლა აწევა და მზისკენ მადლობით ცქერა. ადამიანებმაც უნდა ისწავლონ, რომ ყოველ დილით თავი ასწიონ და ღმერთს ყოველი მზის ამოსვლისთვის მადლობა გადაუხადონ. არა, პეპელა. დიახ, ვარდისფერო თევზო, ჩვენ უკვე ვისწავლეთ მადლობის გადახდა. თქვენ? დიახ, ჩვენ 3 დღით მოსულმა პეპლებმა. და როდესაც მზესუმზირების პრინცესა მზის გულს მიუშვერს სახეს, ჩვენც სიყვარულით დავფარფატებთ მისი ირგვლი. მადლობა სამყარო. მადლობა სამყარო. 3 დღე ხომ მაინც გიხილეთ. მადლობა სამყარო. მე იქნებ ამ წუთიდან მეთევზის, ან ჩემზე უფრო დიდი თევზის მუცელში აღმოჩნდე. მაგრამ ცოტა ხნით ხომ მაინც მაცოცხლე. თქვა თევზმა და წყალში გაუჩინარდა. მზესუმზირების პრინცესა ის გოგოა, ვინც ყვავილებს მზისთვის მადლობის გადახდა ასწავლა.